ვთქვათ, რაღაც მინდა რომ წაგიკითხოთ, ეხლა ჩვენ უყურებთ ხოლმე მამა პაისის ფილმს და თან მინდა რომ უშუალოდ მამა პაისის სიტყვები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით წავიკითხოთ. მანამდე კი ერთი რამე მინდა ვთქვა, ესე იგი, აი ჩვენ როდესაც ტაძარში მოვდივართ, ჩვენ აუცილებლად თუნდა საკუთარ თავს შევეკითხოთ, ესე იგი, ვინა ვართ, რისთვის მოვედით, საერთოდ რა გვინდა, რას ვეძებთ. მიზანი რა არის ჩვენი ეკლესიური ცხოვრებისა. იმიტომ ვამბობ, რომ ზოგჯერ შეიძლება მიზანი და საშუალებები ადამიანს ერთმანეთში აერიოს და თუ ესენი ერთმანეთში აერია, მაშინ უბრალოდ აზრი არ აქვს, შედეგს ვერ მიაღწევ. ახლა ჩვენი მიზანი თუ არ არის უფალთან ყოფნა, უფლისადმი მიმსგავსება და ჩვენი მიზანი თუ სხვა რამეა, ნებისმიერი სხვა რამე, მაშინ უკვე არასწორია. თუ ადამიანმა, ესე იგი, თუ ადამიანს სინდისი სწორად უმუშავებს, იმას აღარ ჭირდება რაღაცა, ძალიან მოწესრიგებულია, სულ სხვაგვარია. მთავარი ეს არის, რომ ადამიანში სინდისი სწორად ამუშავდეს. ესე იგი, რამხელა ძალისხმევა დაჭირდება ეხლა ადამიანს, რომ გორიჯვრის სალოცავში, რომ გაფუჭებული მანქანა აიყვანოს. ამა წარმოიდგინეთ, რამხელა აღმართებია და მანქანა, რომელიც არ იქოქება, მიაწვეს და აიყვანოს. რამდენი უნდა ეწვალო, ხო მართალი? რამდენი კაცი უნდა ეწვალოს. ხო და მაგრამ თუ იმ მანქანას შეაკეთებდნენ, ამუშავდებოდა, ის აქეთ აიყვანდა იმ უამრავ ადამიანს. იმას მიწოლა აღარ დაჭირდებოდა. რატომ ვამბობ? ადამიანში სანამ სინდისი ამუშავდება, მას ძალით მიათრევა, ესე გააკეთე, ისე გააკეთე. მაგრამ საკმარისია ერთხელ სინდისი ამუშავდეს, რომ მორჩა, იმას აღარ ჭირდება მერე. ის თვითონ გააკეთებს. ამიტომაც ჩვენ მივაქციოთ ყურადღება ჩვენ სინდის, რომ ხო არ არის გადაქელილი, ხო არ არის ისე, რომ უკვე აღარც კი გვესმის მისი მხილება. ზოგჯერ არის, რომ ადამიანს შეიძლება ძალიან პატარა გადაცდომის გამო გული შეუწუხდეს, იმდენად შეაწუხოს, მაგრამ შეიძლება იმდენად დაუზიანდეს სინდის, იმდენად დაუბლაგდეს, რომ უკვე დიდი ცოდვების გამოც კი აღარ აწუხებდეს. თუმცა სინდისი მაინც არ კვდება საბოლოო ჯამში და ჩვენ რომ ღვთის წინაშე წავდგებით, იქაც ჩვენი მამხილებელი იქნება. იმიტომაც ამბობს სახარება, რომ შეურიგდი შენ სინდის, სანამ მასთან ერთად გზაზე დგახარ, რომ არ მიგიყვანოს სასამართლოში და არ გადაგცეს მსაჯულს და იქ არ დაისაჯო მარადიულად. ყველაფერში უნდა აკვირდებოდეს ადამიანი თავის სინდის და თუ ადამიანს უნდა რომ სიმშვიდე მოიპოვოს, სხვაგვარად ვერ შეძლებს, თუ სინდის არ აკვირდება. პატარა გადაცდომის გამოც კი სინდისი აუცილებლად ამხილებს ადამიანს. მით უმეტეს ახალმოსული ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ მარტო წესები კი არ ისწავლოს ტაძარში მოსვლით, არამედ ისწავლოს ქრისტიანობა, ისწავლოს ქრისტესადმი მიბაძვა, რასაც არაერთხელ გითხოვს, სახარების გარეშე ვერ შეძლებს, სახარების კითხვის გარეშე ვერ შეძლებს, იმიტომ რომ სახარება არამოდ უნდა წაიკითხოს, არამედ უნდა ეცადოს, რომ თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში აღასრულოს, ესე იგი. სამართლიანობა და უსამართლობა. ვნახოთ, რას გვეტყვის წმინდა პაისი ათონელი. საკუთარ თავში უსამართლობასთან სწორი დამოკიდებულება უნდა გამოვიმუშაოთ. მე იმედი მაქვს, რომ ამ საკითხავში ბევრი ჩვენთაგანი აღმოაჩენს ჩვენს თავს და ამას კიდე იმიტომ ვკითხულობ, რომ ჩვენ შეგვიყვარდეს სულიერი საკითხავები და ჩვენ, ესე იგი, ახლა ვაკ ბუხარი იყოს და ცოტა კრთალი შუქი იყოს და უფრო კარგი იქნებოდა, მაგრამ სიმყუდროვე იქნებოდა უფრო ბუხრის პირას. მაგრამ აქაც კარგი, მადლობა ღმერთს.
წმინდაო მამაო, როდესაც უსამართლოდ მეკცევიან გული, სრულიად მისასტიკდება. ახლა შეიძლება ჩვენ ვართ ის, ვინც ამას ეკითხება და აბა რა პასუხს გაგცემს ესე, იგი ხო გაინტერესებს. იმისათვის რომ გული არ გაგისასტიკდეს, ნურასოდეს იფიქრებ ნურც იმაზე, ვინც უსამართლოდ გექცევა. ნურც იმის შესახებ, რამდენად დიდია მისი დანაშაული. არამედ სჯობს ის გაიაზრო, თვითონ შენ რამდენად დამნაშავე ხარ. აბა შეხედე, როდესაც ადამიანები ჩხუბობენ, თითოეული მათგანი დარწმუნებულია, რომ სწორედ თვითონაა მართალი. ამიტომაა, რომ ხალხი გამუდმებულ უთანხმოებაშია. მაგალითად, ორი კაცი მიდის პოლიციაში და ორივე ირწმუნება, მან მცემა. მაგრამ არც ერთი მათგანი არ იტყვის, რამდენი მოხდა მისგან მეორეს. თანაც ორივე თავის მოკიშყეს სასამართლოში უჩივის. იმაზე თუ ვიფიქრებთ, რომ ქრისტემ საკუთარ თავში ყველაზე მეტი უსამართლობა იტვირთა, მაშინ უსამართლობა სიხარულით მივიღებთ. იგი ღმერთი უდიდესი სიყვარულის გამო ჩამოვიდა მიწაზე და საკუთარი თავი 9 თვის განმავლობაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წიაღში გამოამწყვდია. შემდეგ 30 წლის მანძილზე ცხოვრობდა სრული სიმდაბლით. 12-დან 30 წლამდე ხუროდ მუშაობდა ებრაელთან. იცით კი როგორი ხელსაწყოები იყო მაშინ? იმ დროში ხის ხერხებსა და ხის ჯოხებს იყენებდნენ. მას ფიცრებს უწვიდნენ და ეუბნებოდნენ, ეს გააკეთე, ის გააკეთე. მაგრამ რა გასარანდი იყო ეს ფიცრები. აბა შეეცადე და იმ მოუხერხებელი რკინებით, რომელთაც მაშინ შალაშინის მაგიერ იყენებდნენ, რამე გარანდე. იცით რა მძიმე შრომა იყო? ხოლო ამის შემდეგ 3 წელი ტანჯვა, ანუ 30 წლის შემდეგ. ფეხში შველმა მოიარა საქადაგებლად მთელი მათი მიწა-წყალი, აღმართი და დაღმართი. იგი განკურნავდა სნეულებს, ბრმებს თვალებს უხელდა, ისინი კი მისგან სასწაულებს ითხოვდნენ. იგი შეპყრობილთაგან ეშმაკებს განდევნიდა, ხოლო უმადური ადამიანები თვით მას უწოდებდნენ ეშმაკეულს. მის შესახებ იმდენი წინასწარმეტყველება და წინა უწყება არსებობდა, იგი იმდენ სასწაულს აღასრულებდა, მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, ბოლოს და ბოლოს იგი გასცეს და ჯვარზე სიკვდილი მიუსაჯეს. ამიტომ ისინი, ვინც უსამართლობას ითმენენ, ღვთის ყველაზე საყვარელი შვილები არიან. უსამართლობის დათმენით ხომ ეს ადამიანები გულში უსამართლობათა დამთმენელ ქრისტეს ატარებენ. დევნისას და საპყრობილეში ისინი ისე ხარობენ, თითქოს 60-ში იმყოფებოდნენ, იმიტომ რომ 60 სწორედ იქაა, სადაც ქრისტე. წმინდაო მამაო, შეიძლება ადამიანის ტვირთი იმდენად მძიმე იყოს, რომ მან მისი ზიდვა ვერ შეძლოს. ღმერთი არ დაუშვებს, რომ ჩვენი ტვირთი ჩვენივე ძალებს აღემატებოდეს. ეს განუჩელი ადამიანები ამძიმებენ სხვა ადამიანების მხრებს გაუსაძლისი ტვირთით. ხშირად სახიერი ღმერთი უშვებს, რომ კეთილი ადამიანები ბოროტების ხელში მოხვდნენ, მათ მიერ ზეციური ჯილდოს მოსახვეჭად. წმინდაო მამაო, თუ აქვს რაიმე კავშირი უკმაყოფილებას, უმადურობასთან? დიახ, ასეთი რამაც შესაძლებელია. ვიღაც, როდესაც ადამიანს შენიშვნას აძლევს, მის სასიკეთოდ ირჯება, მაგრამ იგი ამას ვერ ამჩნევს, თავს უსამართლოდ შეურაცხყოფილად გრძნობს და უკმაყოფილებას გამოხატავს. თუ ასეთი ადამიანი საკუთარი თავის მიმართ უყურადღებოა, თავისუფლად შესაძლებელია იგი თვლიდეს, რომ მას უსამართლოდ ექცევიან მაშინაც კი, როდესაც თვითონ აშკარა წინ დაუხედაობით იქცევა და ამიტომ მისგან მეტ სიფრთხილეს მოითხოვენ. ამგვარად იგი შესაძლოა სრულ უტიფრობამდე მივიდეს. მაგალითად, მონაზონი, რომელმაც ზეთისხილის ხეები უნდა შეწამლოს, ხსნარში ზედმეტ ქიმიკატებს ურევს და ხევის ფოთლებს უწვავს. მას შენიშვნას აძლევენ, ხოლო იგი იმის მაგიერ, რომ საკუთარი შეცდომა გაიაზროს და თქვას, შემინდეთ და მაკურთხეთ, თავს უსამართლოდ დასჯილად გრძნობს და ტირის. ისინი უსამართლოდ მეკცევიან, ფიქრობს იგი. ხეების ფოთლები რომ ჭიას გაეყვითლებინა, სიტყვასაც არ დაძრავდნენ, მაგრამ რა კი მე შემემთხვა ასეთი რამ, ამისთანა ხმაური იმიტომ ატეხეს,
ჰოი ქრისტე ჩემო, მხოლოდ შენ გესმის ჩემი. და მიდის რა და მიდი და იღრიალე ასეთმა მონაზონმა შესაძლოა სიხარულიც კი განიცადოს იმ სასჯელის წარმოდგენაზე, რომელიც უსამართლობის გამო მიეგებათ მათ, ვინც მას აწყენინა და მადლობა შესწიროს იმისთვის ქრისტეს. ამგვარი მდგომარეობა ცდომილებაზე უარესია. წმინდაო მამო, არის უხინჯო ის სიხარული, რომელსაც განვიცდი თუ რაიმე დანაშაულის გამო შემახურებენ? უცქირე უდრტვინველად, მაგრამ სიხარულით და იმეორე დიდება შენ და ღმერთო, სწორედ ამას ვიმსახურებ. საკუთარი წინდაუხედაობის გამო რომ დაიჯები, ამით ნახევარ სიხარულს მიიღებ, მაგრამ თუ დაუმსახურებლად განწყავ, შენი მხრიდან სრულიად უმიზეზო და სასჯელს კეთილი ზრახვებით იწყნარებ, მაშინ შენი სიხარული სრული იქნება. აი წარმოიდგინეთ უბრალოდ, ახლა ჩვენ ძალიან შორს ვართ ამ ყველაფრისგან, მაგრამ თუ გინდა რომ ეს სიხარული მიიღო, მაშინ ის უნდა მოითმინა, რასაც უსამართლოდ შენს მიმართ აკეთებ. თორემ თუ დაიმსახურე და ამიტომ ისჯები, მაშინაც აი როგორი მოწყალია, მაშინ ნახევარს მიიღებ, ნახევარ სიხარულს მიიღებ. თუ ამ სასჯელს მიიღებ, მაგრამ თუ დაუმსახურებლად იღებ ამ სასჯელს, მაშინ სიხარული დიდი იქნება. მე იმისგან კი არ გიბიძგებ, რომ უსამართლოდ მოპყრობა შენით მოითხოვო, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ეშმაკი ამპარტავნებისგან გიბიძგებს. არამედ იმას უნდა ესწრაფოდე, რომ მიიღო უსამართლობა, როდესაც თავისთავად მოვა და გახარებდეს ის. უსამართლობასთან მიმართებაში 4 სტადია არსებობს. მაგალითად, ვიღაც უსამართლოდ გცემს. თუ შენ პირველ სტადიაზე იმყოფები, მას სამაგიეროდ ურტყამ. თუ მეორეზე ხარ, ძალიან აღელდები, მაგრამ თავს იკავებ და არაფერს ამბობ. მესამე სტადიაზე შენ უკვე აღარ ჩფოთავ, ხოლო მეოთხეზე უდიდეს ბედნიერებას გრძნობ და ხარობ სულით. თუ კი ადამიანს რაიმეში უსამართლოდ ადანაშაულებენ, იგი როდესაც დაამტკიცებს, რომ დამნაშავე არ არის და საკუთარი თავის რეაბილიტირებას მოახერხებს, დიდ კმაყოფილებას განიცდის. ასეთ შემთხვევაში მისი სიხარული ამსოფლიურია, მაგრამ თუ უსამართლობა სულიერად მიუდგება და საკუთარი უდანაშაულობის მტკიცებას არ შეეცდება, ის განიცდის სულიერ სიხარულს. ანუ ასეთ შემთხვევაში მას სამღვთო ნუგეში ეძლევა და ღვთის დიდება მის მდგომარეობად იქცევა. აი მაგალითად, წმინდა გიორგისთან დაკავშირებით წერია ასეთი რამე, რომ წმინდა გიორგიო ხარობდაო, როდესაც დიოკლეტიანესაგან ტანჯვას იღებდა, მაგრამ ამავე დროს წუხდა დიოკლეტიანეს გამო. წარმოიდგინეთ, აი რა სულიერ სიმაღლეზე იყო, ხარობდა იმის გამო, რომ თვითონ ქრისტეს გულისთვის მოწამეობრივად აღესრულებოდა, მაგრამ წუხდა დიოკლეტიანეს სულის გამო, რომ ის ამხელა ცოდვას ჩადიოდა. იცით როგორ სიხარულს გრძნობს ადამიანის სული, როდესაც მას უსამართლოდ გაანაწყენებენ და თვითონ კი ამ დროს თავის მართლებას არ მოჰყვება, არ ცდილობს იმის მიღწევას, რომ მას ყოჩაღ ან ბოდიში უთხრან და სიხარული, რომელსაც ეს სული ამჟამად უსამართლობის დათმენით გრძნობს, უფრო დიდია, ვიდრე ის თავის მართლება რომ განაცდევინებდა. ვინც ამ მდგომარეობას აღწევს, მოწინააღმდეგისადმი მადლობის გრძნობით არის გამსჭვალული იმ სიხარულის გამო, რომელიც მან მიწიერ ცხოვრებაში მიანიჭა. ასევე იმ სიხარულისთვისაც, რომელსაც მარადიულ ცხოვრებაში მიიღებს და რაოდენ განსხვავდება სულიერი ამსოფლიურისგან. ერთი პატერი კი გამახსენდა, ესე იგი, ერთ-ერთ მონასტერში მოხდა ესე, რომ ერთ-ერთ ახალგაზრდა გოგო, რომელსაც რაღაც შეცდომა დაუშვა, მოკლედ, ესე რომ ვთქვათ, რბილად დააბრალა იმ სოფელთან არსებულ მონასტერში მცხოვრებ ბერს. და ამან ვერ გაამჟღავნა ამ გოგონამ რა მოხდა სინამდვილეში და დააბრალა ამ ბერს.
მოკლედ ეს ნათესავები ამ სოფლის მოსახლეობა ავიდნენ და ფიზიკურად ძალიან გაუსწორდნენ ამ ფერს. მოაწია მშობიარობის ჟამმა და ეს გოგონა საშინლად იტანჯება, ვერ შობს. და აი როგორც დაახლოებით აქ რომ მოხდა დავით გარეჯელთან დაკავშირებით, ხო ეს ისტორია ხო გახსოვთ? აი დაახლოებით ამგვარ. და მიხვდა ეს გოგონა რატომაც იტანჯებოდა. და მერე აღიარა რაც სინამდვილეში მოხდა, რომ ის არაფერ შუაში არ იყო და იყო ვიღაც სხვა, ახლა კონკრეტულად აღარაფერს ამბობ, აქ ბავშვები არიან და ესე ბავშვები ჯობია რომ პატარების საკვირაო სკოლაზე მოიყვანოთ ხოლმე ორშაბათს. და მოკლედ შეწუხდა ეს ამ სოფლის მოსახლეობა. იმიტომ რომ აღმოაჩინეს რომ ის წმინდა ბერი უსამართლოდ მოექცნენ მას და ამხელა ცოდვა დაიდეს თავს. ახლა მთელი სოფელი დაირაზმა და მიდის და შენდობა უნდა სთხოვონ. და ამ ბერმა ასეთი რამ თქვა, მე არავის მივცემ უფლებასო რომ ჩემი სული შეაწუხონო და ადგა და წავიდა იქიდან. წარმოიდგინეთ. მისი სული მაშინ კი არ შეწუხდა, როცა უსამართლოდ ცემეს. მაშინ შეწუხდებოდა, როცა მივიდოდნენ და დაემხობოდნენ და შენდობას თხოვდნენ. ჩვენ სამწუხაროდ როგორ ვართ, სანამ არ მოვა და ბოდიშს არ მომიხდის, არ ვაპატიებ. ჩვენ ესეთი განწყობა გვაქვს ხოლმე და ის პირიქით იყო. ხო იცოდა რომ მართალი იყო, მან თუ არ იცოდა, სხვა ვინ იცოდა მასზე უკეთესად. მაგრამ რომ მოვიდოდნენ და მისგან შენდობას ითხოვდნენ, აი ეს აღაშფოთებდა მის სულს, ეს შეუწუხებდა. ამიტომაც დატოვა იქაურობა და წავიდა. სულიერ ცხოვრებაში ათვლის სხვა სისტემა არსებობს. თუ რომელიმე უბრალო ან ულამაზო ნივთს შენთვის იტოვებ, თავს შესანიშნავად გრძნობ, ხოლო თუ მას სხვას მისცემ, თუ ცუდად იგრძნობ თავს, ანუ რაც შენ არ გინდა და სხვას რომ მისცემ, ვითომ აი მოწყალება გააკეთე ახლა რაღაც. ისედაც უნდა გადაგეგდო, მაგრამ მოდი ბარე ნაგავს სანამ ნაგვამდე მივალ, მოდი თუ ვინმე გამოჩნდა ვაჩუქებ და გონია რაღაცა გააკეთე, მაგრამ ეგ სულიერ სფეროში დიდ სიხარულს არ განიწევს. თუ სამართლობას უდრტვინელად იღებ და მოყვა სამართლებ, მაშინ მთელი გულით იწყნარებ მრავალგზის უსამართლოდ შეურაცხყოფილ ქრისტეს. მაშინ მოქმედი სულიერი კანონის მიხედვით ქრისტე შენი გულის არენდის ვადას აგრძელებს. თავად იქვე რჩება და მშვიდობითა და სიხარულით გავსებს, როცა შენ უსამართლოდ მოქცევა შეიწყნარებ. ჰოი ჩემო საყვარლებო, თქვენც ეცადეთ რომ ეს სიხარული გამოსცადოთ. ისწავლეთ რომ საერო სიხარულით კი არ ხარობდეთ, არამედ ამით სულიერით, როდესაც ამას ისწავლით, ყოველდღიურად აღდგომა გექნებათ. აი აღდგომას რო სიხარული. არ არსებობს უდიდესი სიხარული, ვიდრე ის, რომელსაც უსამართლობის დათმენისას იღებ. რა კარგი იქნებოდა ადამიანები, რომ უსამართლოდ მექცეოდნენ. მთელი გულწრფელობით გეუბნებით, უტკბესი სულიერი სიხარული სწორედ უსამართლო მოპყრობისას განმიცდია. იცით როგორ ხარობ, როდესაც ვინმე შეცდომილს მიწოდებს, დიდება შენ და ღმერთო ამბობ, ამ სიტყვებისთვის ხომ სასყიდელს მივიღებ. წმინდანი რომ ეწოდებინათ ჩემთვის, მაშინ თვითონ ვიქნებოდი მოვალე. არ არსებობს ქვეყნად უტკბესი რამ, ვიდრე უსამართლობის დათმენა. ერთხელ ვიღაცამ ჩემი სენაკის გვერდით კუტიკარის რკინის ურდულზე დააკაკუნა. სტუმრების მიღების დრო ჯერაც არ დამდგარიყო, გარეთ გავიხედე და ნათელი სახის ყმაწვილი შევნიშნე. რადგანაც სამრთო მადლს ასე აშკარად გაებწყინებინა, როგორც ჩანს, მან პირადი გამოცდილებით შეიგრძნო რაღაც, უაღრესად სულიერი. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ გადაუდებელი საქმეები მქონდა, ყველაფერი გადავდე, კარი გაუღე და სენაკში შემოვიწვიე. წყალი მიუტანე და რა კი ვხედავდი, რომ მასში დიდი სულიერება იფარებოდა, მისი ცხოვრების შესახებ გამოკითხვა ფრთხილად დაუწყე. რა საქმიანობ ყმაწვილო ვკითხე, რა საქმიანობა მამაო, მე ხომ ციხეში გავიზარდე. ეხლა 26 წლის ვარ და ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ციხეში მაქვს გატარებული. მომიგო მან. ამისთანა რა ჩაიდინე რომ ციხეში აღმოჩნდი.
გავიკვირვა. ბავშვობიდან ძალიან მიმძიმდა უბედური ადამიანების ცქერა. ყველა გაჭირებული სახელით პირადად ვიცნობდი, როგორც ჩვენს, ისე მეზობელ მრევლში. იმ ხალხს, ვისაც უჭირდა ან რაიმე გამოუვალ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. ჩვენი მრევლის მღვდელი და მამასახლისი კი აგროვებდნენ და აგროვებდნენ ფულს და მას შენობების, დარბაზების და ეკლესიის კეთილდღეობისათვის ხარჯავდნენ. საცოდავ გაჭირებულ ადამიანებს არა დაგდებდნენ. არ შემიძლია გამსაჯო, ნამდვილად იყო თუ არა საჭირო ამდენი მშენებლობები. უბრალოდ იმაზე ვლაპარაკობ, რომ ძალიან ბევრ გაჭირებულს ხედავდი და აი მაშინ დავიწყე შემოწირული ფულის ჩუმად აღება. მთლიანად არ ვიღებდი, არამედ მხოლოდ აუცილებელს. ყიდულობდი პროდუქტს, პირველი მოხმარების საგნებს და ღარიბებს სახლის კართან ვუტოვებდი. ამის შემდეგ ძალიან მალე, რადგან არ მინდოდა, რომ დაეჭირათ სრულიად უდანაშაულო ადამიანები, მივედი პოლიციაში და განვაცხადე, ეკლესიიდან ფული მოვიპარე და დავხარჯე. მეტი არაფერი მithქვამს. მცემდნენ, ნაძირალას და ქურდს მიწოდებდნენ, მაგრამ ხმას არ ვიღებდი. მერე ციხეში ჩამსეს. ამგვარად გრძელდებოდა რამოდენიმე წელიწადი. ჩვენს ქალაქში 30,000 ადამიანი ცხოვრობს. თითოეული მათგანისთვის ქურდი და ნაძირალა ვიყავი. ვდუმდი და მიხაროდა. ამგვარად გავატარეთ ციხეში მთელი 3 წელი. ზოგჯერ მხოლოდ ეჭვის გამო მიჭერდნენ, როდესაც სადმე ქურდობა მოხდებოდა, სრულიად უმიზეზოდ მემაბრალებდნენ და როცა ნამდვილ დამნაშავეს დაიჭერდნენ, მხოლოდ ამის შემდეგ მათ თავისუფლებდნენ. მაგრამ თუ დამნაშავის დაჭერას ვერ შეძლებდნენ, სასჯელის ვადას მთლიანად ვიხდიდი. ამიტომაც გითხარი, მამაო, რომ ცხოვრების უმეტესი ნაწილი ციხეში გავატარე მეთქი. ყურადღებით მოვისმინე მისი მონათხრობი და ვთქვი. აი რა ყმაწვილო, მართალია ყველაფერი, რაც შენ მომიყევი, ერთი შეხედვით ძალიან კარგი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში კარგი მასში არაფერია. ასე მეტად ნუღა მოიქცევი, მე რაღაცას გირჩევ, ჩემს რჩევას დაუჯერებ, მითხრა მან. აუცილებელია, რომ მშობლიური ქალაქიდან წახვიდე. გაემგზავრე იქ, სადაც არავინ გიცნობს. მე ვიზრუნებ, რომ იქ კეთილ ადამიანებთან მოხვდე. მუშაობა დაიწყე და შეძლების დაგვარად დაეხმარე გაჭირებულებს. უკანასკნელი პურის ნაჭერი გაუყავი მათ, იმიტომ რომ ამას უმეტესი ფასი აქვს, ვიდრე იმას, რასაც აქამდე აკეთებდი. მაგრამ თუ კი ადამიანს გლახაკისათვის მისაცემი არაფერი აქვს და ამის გამო გულის ტკივა, იგი უმეტეს მოწყალებას აძლევს. მარტო იმ გულის ტკივილის გამოც კი უდიდეს მოწყალებას აძლევს. აი, მახსენდება წმინდა ალექსი შუშანიას სიტყვები, რომელიც ხშირად მithქვამს. მოწყალე კაცის გული მწუხარია, როდესაც ხედავს გასაჭირში მყოფ ძმას და ღონე არ აქვს საშველისა. და ეს მწუხარება ღვთისამიერ შერაცხილავს საქმეთ. ნახე რა თქვა, როდესაც შენ გაჭირებულს ხედავ და გინდა დაეხმარო და ვერ შველი, არა გაქვს შესაძლებლობა, როგორც ამბიც არ ქონდა და ამის გამო გული გტკივა, ღმერთმა ეს საქმეთ ჩაგითვალა. და ამას ეუბნება, იგი მას მოწყალებას თავისი გულის სისხლით მიაგებს. როდესაც ადამიანი მოწყალებას იმიტომ გასცემს, რომ მას აქვს გასაცემი, ამ დროს იგი სიხარულს განიცდის. მაგრამ თუ კი არაფერი აქვს, გულის ტკივილს გრძნობს. ახალგაზრდა მომისმინა, დამპირდა, რომ ყველაფერს შეასრულებდა და გახარებული წავიდა. 7 თვე გავიდა და კორიდალის ციხიდან წერილი მივიღე, კონვერტი გავხსენი და წავიკითხე. მამაო, ალბათ გაგაკვირვებს, რომ შენი ამდენი დარიგებისა და შენთვის მოცემული პირობის შემდეგ ისევ ციხიდან გწერ, მაგრამ იცოდე, რომ ამჟამად ვიხდი სასჯელს, რომელიც ადრე უკვე მოვიხადე. რაღაც საბედისწერო შეცდომა მოხდა, მადლობა ღმერთს, რომ ადამიანთა შორის არ არსებობს სამართლიანობა. ის რომ ქვეყნად არსებულიყო, ეს დიდი უსამართლობა იქნებოდა სულიერი ადამიანებისადმი, რომლებიც ამის გამო ზეციურ საზღაურს დაკარგავდნენ. მიხვდით რა უთხრა? კიდევ კარგია, რომ უსამართლობა არსებობს. ეგ რო არ არსებობდესო,
მაგის არარსებობა დიდი უსამართლობა იქნებოდაო სულიერი ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ამ ხელა სიხარულს დაკარგავდნენ. აი ახალგაზრდა კაცი რო ესე ფიქრობს, იმას რომ აბა რიღათი უნდა დაამწუხრო, რიღათი უნდა გატეხო ერაფრით. ეს რომ წავიკითხე, განცვიფრებული დავრჩი ამ ახალგაზრდა კაცით, რომელმაც ასეთი მხურვალებით იტვირთა სულიერი ცხოვრება და საერთოდაც ასე ღრმად ჩასწვდა ცხოვრების უღრმეს აზრს. ქურდი ქრისტესთვის. მან საკუთარ თავში ადგილი დაუთმო ქრისტეს. ის ღვთისათვის შეშლილი იყო, სადღესასწაულო სიხარულს განიცდიდა. წმინდაო მამაო, ეს სიხარული იქიდან მოდიოდა, რომ ადამიანები მას შეურაცხყოფდნენ. ეს სიხარული მოდიოდა იქიდან, რომ ის უსამართლობას ითმენდა. ის ერის ადამიანი იყო, არ წმინდანთა ცხოვრებას და არ წმინდა მამათა თხზულებებს არ კითხულობდა და მიუხედავად იმისა, რომ ციხეში დაუმსახურებლად ჩასვლეს, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ქურდად ნაძირალა და არამზადად თვლიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მას კიცხავდნენ და შეურაცხყოფდნენ, ყოველივე ამის მიუხედავად ის თავს არ იმართლებდა და ყოველივეს ესოდენ სულიერად იღებდა. ახალგაზრდა კაცი და იმაზე კი არ ზრუნავდა, რომ რეპუტაცია აღედგინა, არამედ იმაზე, რომ სხვებს დახმარებოდა. დიდ და ნამდვილ ქურდებს ხშირად ერთხელაც კი არ სვამენ ციხეში. ამ ბედშავმა კი ერთი და იმავე ქურდობის გამო ორჯერ მოიხადა სასჯელი. რამდენჯერ უდანაშაულოდ ჩასვეს ციხეში, ვიდრე დამნაშავეს იპოვნიდნენ, თუმცა იმ სიხარულს, რომელსაც იგი გრძნობდა, მთელი ქალაქი ერთად ვერ განიცდიდა. მათი 30,000 სიხარული ვერ გადაწონის ერთ იმისთანა ბედნიერებას მას რომ ჰქონდა. აი ამიტომ ვამბობ, რომ სულიერ ადამიანს მწუხარება არ ეკარება. როდესაც ადამიანში სიყვარული მრავლდება და მისი გული ღვთის მიერ აღინთება, მწუხარება მასში ადგილს ვეღარ იპოვის. ადამიანები ასეთ პიროვნებას მწუხარებასა და ტკივილს მიაგებენ და ამავე დროს მისი ქრისტესადმი უდიდესი სიყვარული ამარცხებს მათ. ძალიან რო აღარ გადაგღალოთ დანარჩენი, შეგიძლიათ რომ სახში გააგრძელოთ. თავარი რა არის ესე იგი? რომ ჩვენ როდესაც ეკლესიაში მოვდივართ, აი ეს უნდა ისწავლოს. ნელა ეტაპობრივად, მაგრამ ეს უნდა ისწავლოს. თუმცა ჩვენ სამწუხაროდ ჯერჯერობით ყველას ჩვენი სიმართლე გვაქვს ესე იგი და ჩვენი თავიდან გამომდინარე ყველა მართალი ვართ. თქვენ დააკვირდით ესე იგი ჩვენს გარშემო ყველა არის მართალი. უანი თითქმის არ არსებობს. აი სამსახურში გინდა, სამეზობლოში გინდა, ოჯახში გინდა, სადაც აი ძალიან უკიდურესად იშვიათად რომ ვინმე თქვას რომ ეხლა ეს ჩემი ბრალი იყო. ყველას აქვს არგუმენტი რითიც თავს გაიმართლებს, მაგრამ სინამდვილეში ეს არგუმენტი რომელიც თითქოს მას ამართლებს, სიხარულს საერთოდ არ ანიჭებს. შეიძლება იყოს მართალი ადამიანი, მართალი ყველასთან, მაგრამ უბედური. მაგრამ ეს ყველასთან დამნაშავე იყო, ის ახალგაზრდა კაცი. მაგრამ იმნაირი ბედნიერი არავინ არის. და ხა რა ჯობია? მართალი უბედური თუ ბედნიერი მტყუანი? რომელი ჯობია? ბედნიერი მტყუანი ხო ჯობია? აი ბავშვის ენაო სიმართლეს გაღადებს, ანგელოზე ამბობს. ბედნიერი მტყუანი ჯობია. ამიტომ უნდა შეძლო რომ თქვა, ჩემი ბრალია, მე დავაშავე, მე შენ მართალი ხარ. მე მტყუანი ვარ, მაგრამ მაგას ხშირად გაიგონებთ. შეიძლება საერთოდ კაცი ისე დაბერდეს, ეგეთი რამე ვერ გაიგონოს. კარგით, მოდი ძალიან აღარ გადაგღილით და ამით დავასრულოთ.